აფხაზეთის კულტურის მოღვაწეთა კავშირის მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის ინიციატივითა და ორგანიზებით ცნობილი სოხუმელი პოეტისა და ჟურნალისტის მარი ჟღენტის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა. პროექტის ავტორი, სცენარისტი, მუსიკალური რედაქტორი ია მაისაია და ითვალისწინებს 70 წელს მიღწეული სხვადასხვა დამსახურებისა და პროფესიის ადამიანების ღვაწლის წარმოჩენას. შემოქმედებით საღამოზე სიტყვით გამომცვლელებმა ისაუბრეს მარი ჟღენტის პიროვნებაზე, შემოქმედებაზე, მიღწევებსა და მის მიერ განვლილ გზაზე. ამავდროულად ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მარი ჟღენტის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. საღამოს ესწრებოდნენ პოეტის მეგობრები, ცნობილი პოეტები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. მარი ჟღენტი იყო სოხუმის მშვენება. ის როგორც ფიზიკურად, ისე თავისი შემოქმედებით ამშვენებდა ჩვენს ქალაქს. მარი იყო ჟურნალისტი, ჩვენ ასე გავიცანით ქალბატონი მარი, როგორც ჟურნალისტი და მას განსაკუთრებით ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული მოძრაობის წინაშე. ჩვენ დღეს ხედავდით, რა შეფასება მიეცა მის პოეტურ შემოქმედებას. მისი მთელი ამ დამსახურების გათვალისწინებით უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ქალბატონი მარი დავაჯილდოვეთ საპატიო სიგელით და ჩვენი უწყებრივი მედალიც გადავეცით. ეს პროექტი 70+ შემოქმედი აფხაზეთიდან ითვალისწინებს ჩვენი აფხაზეთელი ნამდვილი ღვაწლმოსილი ადამიანების წარმოჩენას. ქალბატონი მარი ჟღენტი, პოეტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ღვაწლმოსილი ადამიანი. ის არის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი, როგორც საზოგადო მოღვაწე, ის იყო შესული იმ ორ ტომეულში, სადაც იყვნენ 100 წარმატებული ქალბატონები. მარი ჟღენტმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა ჟურნალისტიკას და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეს. დღევანდელი საღამოც იმისი ნიშანია, თუ როგორი სითბო, როგორი ემოციური საღამო იყო, როგორი პატივისცემა იყო მისდამით. არც ერთი მწერალი კითხველის და მსმენელის გარეშე არაფერი არ არის. მარტივ მომრავლებლად რომ დავშალოთ, მე დღევანდელმა დღემ მაჩვენა ძალიან დიდი სითბო, ძალიან დიდი სიყვარული, გაგება ჩემი ნაწარმოებების. მე თვითონ მთელი ცხოვრება, რაც წერე, მაქვს ერთი გაუმხელელი შიში, რომ არ დავრჩე გაუგებელი. დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ კითხველმა სწორად და ზუსტად გაიგო ის, რისი თქმაც მინდოდა.